ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა წინა ვიკენდზე ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრსა და სიყვარულის ქალაქში მოგზაურა. უკვე მიხვდებოდით, რომ სიღნავს გულისხმობ. ისინი ადგილობრივ თანატოლებსაც გაესაუბრნენ და საერთაშორისო საჰაერო ფიესტის გახსნასაც დაესწრნენ. სიღნაღში სიყვარულის ქალაქში სხვადასხვა ასაკის და ეროვნების ხალხი ყველანაირი სიამოვნების მისაღებად ჩამოდის. Мы приехали с Украины, услышали про этот город, нам сказали, что это город любви, и мы приехали посмотреть, и нам здесь очень нравится. Yeah, I just arrived from Finland yesterday, so it's the first place in Georgia. It's very nice. I cannot compare because I have not yet visited somewhere else. ვისთვის როგორ, მაგრამ სიღნაღში დიდი ხნის ბოდიალის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ქალაქში იქაური თინეიჯერებისთვის გასართობი ადგილები არც ისე ბევრია. მართალია, ყოველ შაბათ-კვირას აქ უამრავი დღესასწაული, გამოფენა, პრეზენტაცია, პერფორმანსი იმართება, მაგრამ ეს ძირითადად ჩამოსულებისთვის. სიღნაღში რა არაფერი არ არის, ეს სკოლის მერე გასართობი. ძირთად შეირნოთ და მე მივიდივარ ძაღლში. თავის გამოდივართ გარეთ მოაქვს სხვა გასართობები და ვერთობით. თავი ისეთი არაფერი. ავი ბიჭები შევკუთებით, ხან რავი დომინოსთი ვერთობით. კიდე კარტია ვიცი. 1 ოქტომბერს სიღნაღში პირველად ჰაერნაოსნობაში სამდღიანი საერთაშორისო ფიესტა გაიხსნა, რომელშიც 10 ქვეყნიდან 18 პილოტი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს ამ დღისთვის სპეციალურად და ვფიქრობთ, განსაკუთრებული ფიქრის შედეგად არაჩვეულებრივი პრიზები ელოდებოდათ. ოქრო საწმისის მონეტა, ნაბადი მეცხვარის ქუდი და ხანჯალი, 100 ლიტრიანი ღვინის კასრი და ყველაზე დამაინტრიგებელი მფრინავი ხალიჩა. Когда ты находишься на высоте птичьего полета и перед тобой раскрываются прекрасные просторы Грузии, то это чувство, наверное, только с восторгом можно каким-то неописуемым сравнить. Команда у нас интернациональная, армяная, английская, летит на грузинском шарике. იმ დროს, როდესაც პილოტები კალათებს გაფრენისთვის ამზადებდნენ, იქვე მოედანზე კონცერტი ტარდებოდა, სადღაც 5 საათის განმავლობაში ისმოდა დუდუკების, ზურნების, ჩონგურებისა და ფანდურების ჰანგები. 2028 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი საჰაერო ბუშტი აფრინდა ცაში. შენ რა გონია გაფრინდები? კი. შენი რა ვიცი და ისინი გაფრინდებიან. სავარაუდოდ ფესტივალის არაორგანიზებულობას და ამიდის ცვალებადობას უნდა დაბრალდეს ის, რომ გაფრენა, რომელიც 3 საათზე უნდა დაწყებულიყო, 5-ზე გადაიტანეს. სხვადასხვა მიზეზების გამო პირველმა დღემ პატარა ინციდენტის გარეშე ვერ ჩაიარა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ყველას ამას ჩამოუწიო თუ რა უყო ამას? არაფერი. რაში მოგეცდა? დაიდიდი. დავай. გამოწიე.